მიშელ უელბეკი. მორჩილება. ჟრიამულმა იგი სენ-სიულპისის ეკლესიაში დააბრუნა. გალობელთა გუნდი შენობიდან გადიოდა. ეკლესია იკეტებოდა. კარგი იქნებოდა, მელოცაო, გაიფიქრა, სკამზე ჯდომას და ოცნებას ესაჯობებდა. მაგრამ ლოცვა? ეს არ მსურს. ხიბლავს კათოლიციზმი, მისი საქმევლითა და ცვილით გაჟღენთილი ატმოსფერო, გარშემოვული, ცრემლებამდე შემძრავს ხოლმე მისი ლოცვები, თავით ფეხამდე ჟრუანტელი მივლის ფსალმუნებისა და გალობის მოსმენისას. საკუთარი ცხოვრება მეზიზღება. საკუთარი თავი მომბეზრებია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ახალი არსებობა დავიწყო. და კიდევ. თუ ეკლესიებში ყოფნისას ავღელდები ხოლმე, როგორც კი შენობას ვტოვებ, ისევ ისეთი უემოციო და უგრძნობელი ვხდები. სიმართლე ითქვას, განაგრძობ და ფიქრს ფეხზე წამომდგარი. ეკლესიაში წირვაზე დამსწრე რამდენიმე ადამიანის უკან მიაბიჯებდა. მე კარის მიერ გამოღებული კარისკენ მიემართებოდა. სიმართლე ითქვას, თავაშვებული ცხოვრებისგან გაუხეშებული და გაჩვართლული გული მაქვს, რომელიც აღარაფრად ვარგა. ჟორის კარლ იუისმანსი. ნაწყვეტი რომანიდან გზაზე. ჩემი ნაღვლიანი ახალგაზრდობის წლების კომპანიონი და ერთგული მეგობარი იუისმანსი იყო. მასში ეჭვი არასოდეს შემპარვია, არასოდეს მიცდია მისი მიტოვება, არც სხვა თემის შერჩევა. შემდეგ 2007 წლის ივნისის ერთ ნაშუადღევს, რომელსაც ასე ველოდი, გათვალისწინებული ვადების ამოწურვისა და ცოტათი გადაცილების მერეც კი, პარიზის მეოთხე სორბონის ჟიურის წინაშე ჩემი სადოქტორო თემა დავიცავი. ჟორის კარლ იუისმანსი, ანუ გვირაბიდან გამოსვლა. მეორე დილიდანვე, ან შესაძლოა, იმავე საღამოდან, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ დისერტაციის დაცვის საღამოს მარტო ვიყავი და საკმაოდ ნასვამიც. მივხვდი, ეს ესაა დასრულდა ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელიც შესაძლოა, საუკეთესოც კი იყო. ასეთი ბედი ეწევა ყველას ჩვენს ჯერ კიდევ დასავლურ და სოციალ-დემოკრატიულ საზოგადოებებში სწავლის დასრულების შემდეგ, მაგრამ უმრავლესობა ამას მაშინვე არ. ან ვერაცნობიერებს, რადგან ისინი მოუნუსხავს ფულის შოვნის სურვილს, ან მათგან ყველაზე პრიმიტივები სავარაუდოდ მომხვეჭელობას. მათ განუვითარდათ ყველაზე მძაფრი დამოკიდებულება ზოგიერთი სახეობის პროდუქციისადმი. ასეთები უმცირესობაში არიან. უმრავლესობა, უფრო დაფიქრებული და დინჯი, უბრალოდ მოხიბლულია ფულით და უღალავი პროტევსით. ასევე აჯადოებთ თავის გამოჩენის სურვილი, რათა შესაშური სოციალური ადგილი დაიკავონ საკუთარი წარმოდგენით შექმნილ სამყაროში, რომელიც კონკურენტულად მიაჩნიათ. მათ ენთუზიაზმს ზურგს უმაგრებს სხვადასხვა კერპის გაღმერთება. სპორტსმენების, მოდისა თუ ინტერნეტ პორტალების შემქმნელების, მსახიობებისა და მოდელების. ამგვარი სქემიდან სრულიად ამოვარდნილი ვიყავი მთელი რიგი ფსიქოლოგიური მიზეზების გამო, რომელთა გაანალიზებისთვის არც კომპეტენცია მყოფნის და არც სურვილი მაქვს. 1866 წლის 1 აპრილს 18 წლის ჟორის კარლ იუისმანსმა თავისი სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო მე-6 თანრიგის მოსამსახურედ შინაგან და რელიგიის საქმეთა სამინისტროში. 1874 წელს გამოაქვეყნა პროზაული ლექსების პირველი კრებული, საკამფეტე სანელებლებით, რომლის გამოსვლას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით თეოდორ დე ბანვილის მეგობრულ სტატიას. როგორც თავად ხვდებით, ლიტერატურის სამყაროში მის შემობიჯებას აურზაურის სრულებით არ გამოუწვევია. ასევე ჩაიარა ადმინისტრაციულმა მოღვაწეობამ და ცხოვრებამაც. 1893 წლის 3 სექტემბერს საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცეს, როგორც დამსახურებულ სახელმწიფო მოღვაწეს. 1898 წელს პენსიაზე გავიდა პირადი თხოვნის საფუძველზე და ასე დასრულდა მისი 30 წლიანი რუტინული მოღვაწეობა სახელმწიფო სამსახურში. მაგრამ მუშაობის მიუხედავად, მაინც პოულობდა დროს წიგნების დასაწერად, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ წავიკითხე და მათი ავტორი მაშინვე ჩემს მეგობრად ვიგულე. ბევრი, შესაძლოა მეტისმეტად ბევრი რამ დაწერილა ლიტერატურის შესახებ და როგორც ამ სფეროში უნივერსიტეტში განათლება მიღებულს, ამის თქმის სხვაზე მეტი უფლება მაქვს. ლიტერატურა არის არტ მაჟორი, ანუ ერთ-ერთი მთავარ ხელოვნებათაგანია იმ დასავლეთისათვის, ჩვენს თვალწინ რომ ამთავრებს სიცოცხლეს, ხოლო მისი სპეციფიკურობის განსაზღვრა ძნელი სრულიად არ გახლავთ. ლიტერატურის დარად მუსიკასაც შეუძლია გადმოსცეს მღელვარება.
ემოციური აფორიაქება, სევდა ან აბსოლუტური ექსტაზი. ლიტერატურის მსგავსად მხატვრობასაც შეუძლია ასახოს აღტაცება, ახალი თვალით დანახული სამყარო. მაგრამ მხოლოდ ლიტერატურას ძალუძს გაგრძნობინოთ, როგორ უკავშირდებით სხვა ადამიანის გონებას, მთლიანობაში აღიქვამთ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, მის საზღვრებს, მის სიმდაბლეებს, მის აკვიატებულ იდეებს, მის რწმენაწარმოდგენებს. ყველაფერი იმას, რაც მას აღელვებს, აინტერესებს, აღაგზნებს ან ზიზღს გვრის. მხოლოდ ლიტერატურას ძალუძს, საშუალება მოგცეთ აც უკვე გარდაცვლილის გონებას ყველაზე უფრო პირდაპირი, სრულყოფილი და სიღრმისეული გზით დაუკავშირდეთ. რასაც ვერც კი შეედრება თუნდაც დიდი ხნის მეგობართან საუბარი როგორი ხანგრძლივი და მტკიცეც უნდა იყოს მეგობრობა. საუბარში არასოდეს იტყვი იმას, რასაც მხოლოდ ცარიელ ფურცელს გაუმხელ, რომლის მკითხველი შენთვის უცნობი ადამიანი იქნება. რასაკვირველია, ლიტერატურულ ნაწარმოებზე საუბრისას მნიშვნელოვანია სტილის სილამაზე, წინადადებების მუსიკალურობა. ავტორისეული აზროვნების სიღრმე, მისი აზრების ორიგინალურობაც არ არის ხელწამოსაკრავი. მაგრამ ავტორი, უპირველეს ყოვლისა, ის პიროვნებაა, რომელიც თავის წიგნებში არსებობს. ძალიან კარგად წერს თუ ძალიან ცუდად, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, წერს და მისი კვალი მართლაც ჩანს წიგნებში. გასაოცარია, ასეთი მარტივი პირობა, ერთი შეხედვით სულ მცირედით რომ განასხვავებს ავტორებს ერთმანეთისგან, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია და იმის მიუხედავად, რომ ადვილი შესამჩნევია, მას მეტად მცირე ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა ყაიდის ფილოსოფოსები. ალბათ იმიტომ, რომ საერთოდ ყველა ადამიანს ერთნაირი სახის მყოფობა ახასიათებს. ყველა მათგანი მეტნაკლებად მყოფობს, ანუ არსებობს. თუმცა რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდეგ ეს შთაბეჭდილება ქრება. თავად ადამიანიც იკარგება წიგნში და ისეთი გრძნობა გრჩება, რომ წიგნის გვერდებზე მოთხრობილი ამბავი უფრო მოცემული დროის ნაკარნახევია, ვიდრე კონკრეტული პიროვნების, მავანის მიერ დაწერილი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ანონიმს. და მოჩვენების სადარი ხდება. გარდა ამისა, საყვარელი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ის წიგნია, რომლის ავტორიც უყვართ, რომელთან შეხვედრაც სურთ, რომელთან ერთადაც დღეების გატარებას ისურვებდნენ. და იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც ჩემი დისერტაციის თემის რედაქტირებაზე დავხარჯე, იუისმანსთან ერთად ვიცხოვრე. თითქმის მუდმივად ვგრძნობდი ჩემ გვერდით მის ყოფნას. იგი სიუჟერის ქუჩაზე დაიბადა, შემდეგ იცხოვრა სევრისა და მესიეს ქუჩებზე, გარდაიცვალა სემ პლასიდის ქუჩაზე. დაკრძალეს მონპარნასის სასაფლაოზე. ასე რომ მთელი ცხოვრება პარიზის მე-6 უბნის ფარგლებს არ გასცილებია. ისე როგორც მისი 30 წლიანი სამსახური შინაგან და რელიგიის საქმეთა სამინისტროს კედლებს. მეც პარიზის მე-6 უბანში ვცხოვრობდი, ნესტიან, ცივ და განსაკუთრებულად ბნელ ოთახში, რომლის ფანჯრები ჭის მსგავს პაწაწინა ეზოს გადაჰყურებდა და ოთახში სინათლის ანთება დილიდანვე იყო საჭირო. სიღარიბე სულს მიხუთავდა და მონაწილეობა რომ მიმეღო ოდესმე ახალგაზრდობის მაჯისცემის გასაგებად რეგულარულად ჩატარებულ ერთ-ერთ გამოკითხვაში მაინც, ჩემი ცხოვრების პირობებს უკიდურესად მძიმეს ვუწოდებდი. და მაინც დისერტაციის დაცვის მეორე დილით, ან შესაძლოა, იმავე საღამოს, პირველი, რამაც აზრად გამიელვა, ის იყო, რომ რაღაც დაუფასებელი დავკარგე, ის, რასაც ვეღარ ვიპოვიდი. ეს იყო ჩემი თავისუფლება. რამდენიმე წლის განმავლობაში აგონიაში მყოფი სოციალ-დემოკრატიის ნარჩენების წყალობით, როგორიცაა სასწავლო სტიპენდია, ფასდაკლებების სისტემა და სხვა სოციალური დახმარებები, ასევე უნივერსიტეტის რესტორანში მდარე, თუმცა იაფი საკვების ხელმისაწვდომობა, რომელთა მეშვეობით საშუალება მქონდა, ის მეკეთებინა, რაც მსურდა, და მეგობართან წარმოსახვითი ინტელექტუალური ურთიერთობით მიმეღო სიამოვნება. ანდრე ბრეტონი მართებულად აღნიშნავს, რომ იუისმანსის იუმორი ზოგადად იუმორის უნიკალური სახეობაა, რაც მკითხველისთვის მიცემული ავანსია. ავტორი მკითხველს იწვევს, უფრო მეტად დასცინოს მწერალს, აღწერის მისეულ, გულის ამაჩუყებელ, ულმობელ ან სასაცილო მანერას. და ამ გულუხობით სხვებზე უკეთ ვისარგებლე, როდესაც ბიუიეს უნივერსიტეტის სასადილოს ტიხრებიან კარადებში ჩაწყობილი ლითონის ლანგრებიდან ერთ-ერთზე ცხარესაწებლიანი ნიახურის ან ვირთევზიანი პიურეს ჩემს ულუფას ვიღებდი. ასეთი ლანგრები აქვთ საავადმყოფოებშიც. ასე კვებავდა სასადილო უიღბლო კლიენტებს. იმათ, ვისაც აშკარად არსად წაესვლებოდათ, ვინც გამოაგდეს ყველა მეტნაკლებად პრესტიჟული უნივერსიტეტიდან, მაგრამ სტუდენტის ბარათი არ ჩამოურთმევიათ.
და სასადილოთი სარგებლობის ეს უფლება მაინც დარჩათ. მე კი ჭამისას იუისმანსის ეპითეტებზე ვფიქრობდი. აუტანელ ყველზე, საზარლად მომზადებულ თევზზე და წარმოვიდგენდი, როგორ ისარგებლებდა იუისმანსი ამგვარი ტიხრებიანი კარადებით, რომლებიც მის ეპოქაში ჯერ არ იყო. და ასეთ დროს თავს ნაკლებად უბედურად, ნაკლებად მარტოსულად ვგრძნობდი BUIS უნივერსიტეტის სასადილოში. მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა. ზოგადად დასრულდა ჩემი ახალგაზრდობა. სულ მალე, უეჭველია, ძალიან მალე პროფესიულ საქმიანობაში ჩაბმა მომიწევდა, რაც სრულებით არ მახარებდა. უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლა თითქმის არავისთვის არაფრის მომცემია. გამონაკლისს შეადგენენ განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების სასეირო მდგომარეობაა, რადგან სისტემის ერთადერთი მიზანი საკუთარი თავის გამრავლებაა. ამასთან პროცესის უვარგისი ნარჩენი 95%-ს აღემატება. თუმცა ნარჩენი ზიანის მომტანი სრულებით არ არის და შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით, მარგინალური სარგებლობაც კი მოიტანოს. გოგონა, რომელსაც სურს სელინის ან ჰერმესის მაღაზიათა ქსელის რომელიმე ფილიალში კონსულტანტად იმუშაოს, რასაკვირველია, უპირველესად საკუთარ გარეგნობაზე უნდა ზრუნავდეს. მაგრამ თანამედროვე ლიტერატურის ლიცენციანტის ან მაგისტრის დიპლომი დამატებითი გარანტიაა დამქირავებლისთვის, რომ საჭირო კომპეტენციების გარდა, მის ხელქვეითს ერთგვარი ინტელექტუალური მოქნილობა ახასიათებს, რაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობაა, ვინაიდან ფუფუნების ინდუსტრიაში ლიტერატურა ყოველთვის პოზიტიურად ფასდებოდა. შეგნებული მქონდა, რომ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტების მცირე ჯგუფში შევდიოდი. კარგი თემა დავწერე, ეს ვიცოდი და სათანადო შეფასების მიღების იმედი მქონდა. მაგრამ მაინც სასიამოვნოდ გამაოცა ჟიურის ერთსულოვანმა მილოცვამ და განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ ჩემი სადისერტაციო თემის შესახებ მოხსენება არაჩვეულებრივი, თითქმის დითირამბებით ახსავსე გახლდათ. ამრიგად, სურვილის შემთხვევაში, კარგი შესაძლებლობა მქონდა, სემინარის ხელმძღვანელი ლექტორის თანამდებობა დამეკავებინა. საბოლოოდ, ჩემი ცხოვრება თავისი ერთფეროვნებითა და მოსალოდნელი უფერულობით იუისმანსის საუკუნენახევრის წინანდელ ცხოვრებას გავდა. ჩემი ზრდასრულობის პირველი წლები უნივერსიტეტში გავატარე. სავარაუდოდ, იქვე გავატარებდი ბოლო წლებსაც და შესაძლოა, ისევ იმავე უნივერსიტეტში. სინამდვილეში ასე არ მოხდა. დიპლომი პარიზი მეოთხე, სორბონის უნივერსიტეტში ავიღე, ხოლო თანამდებობა პარიზი მესამე, სორბონაში მომცეს, რომელიც ნაკლებად პრესტიჟული უნივერსიტეტია, მაგრამ იმავე მეხუთე უბანში მდებარეობს რამდენიმე მეტრის დაშორებით. არასოდეს მქონია სწავლებისადმი უმცირესი მოწოდებაც კი ამ უმთავრესი მოწოდების არარსებობა შესანიშნავად დაამტკიცა ჩემმა 15 წლიანმა კარიერამ. საკუთარი ყოფის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულმა რამდენიმე განსაკუთრებულმა კურსმა დამარწმუნა, რომ ცოდნის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. გონებრივი განვითარების დონეები უკიდურესად მრავალფეროვანია და ვერაფერი აღმოფხვრის ამ ფუნდამენტურ უთანასწორობას. შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდები არ მიყვარდა, მაშინაც კი, როდესაც თავად მათი ასაკის ვიყავი. ასე მგონია, ახალგაზრდობის იდეა თავის თავში მოიცავს ცხოვრებისადმი ენთუზიაზმით ახსავსე დამოკიდებულებას, ან ერთგვარ ჯანყსაც კი, რასაც ახლავს უპირატესობის გრძნობა იმ თაობის მიმართ, რომელიც უნდა შეიცვალოს. მსგავსი რამ არასოდეს მიგრძნია. ახალგაზრდობაში მეგობრები მყავდა, უფრო სწორად, იყო რამდენიმე კურსელი, რომელთან ერთადაც ლექციებს შორის შესვენებებზე ყავის ან ლუდის დალევა ზიზღის გარეშე შემეძლო. და კიდევ მყავდა საყვარლები, ან როგორც მაშინ ეძახდნენ, მეგობარი გოგონები, თითოეული დაახლოებით 1 წლის განმავლობაში. ეს სასიყვარულო ურთიერთობები მეტნაკლებად უცვლელი სქემით მიმდინარეობდა. სათავეს სასწავლო წლის დასაწყისში იღებდა, ინდივიდუალური დავალებების, კონსპექტების გაცვლისა და სტუდენტის სოციალურ ცხოვრებაში არსებული მრავალი სხვა შესაძლებლობის წყალობით, რომელთა გაქრობით პროფესიული მოღვაწეობის ასპარეზზე შებიჯებისთანავე ადამიანთა უმრავლესობა გამაოგნებელ და იმავდროულად უკიდურეს მარტოობაში აღმოჩნდება. შეხვედრები გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში, ღამეებს ხან მათთან ვათევდი, ხან ისინი რჩებოდნენ ჩემთან, უფრო ხშირად მათთან მე მივდიოდი, იმიტომ რომ ჩემი ოთახის მოსაწყენი მეტიც დამთრგუნველი ატმოსფეროს სრულებით არ განაწყობდა გალანტური შეხვედრებისთვის და სექსუალური აქტით შედგებოდა ხოლმე. მინდა მჯეროდეს, რომ სიამოვნებას ორივენი ვიღებდით. არდადეგების დასრულების და ახალი სასწავლო წლის დაწყების დროისთვის ურთიერთობა მთავრდებოდა.
თითქმის ყოველთვის გოგონების ინიციატივით. ზაფხულში თავს რაღაც მნიშვნელოვანი გადახდათ. ასე მიხსნიდნენ, როგორც წესი, ამას სხვა დამატებითი განმარტება არ მოსდევდა. ზოგიერთი, რომელსაც ნაკლებად ვაღელვებდი, დააზუსტებდა ხოლმე, რომ ვიღაცას შეხვდა. კარგი და, მერე რა? მეც ხომ ვიღაც ვიყავი. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ასეთი ფაქტობრივი განმარტებები არასაკმარისი მეჩვენება. რა საკვირველია, არ უარყოფ იმას, რომ მართლაც ვიღაცას შეხვდნენ. მაგრამ ის, რის გამოც ამ შეხვედრას საკმარისი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩვენი ურთიერთობის გასაწყვეტად და ახალი ურთიერთობის წამოსაწყებად, სხვა არაფერია, თუ არა შეყვარებულის ქცევის უმძლავრესი მოდელი. ის სწორედ იმიტომ გახლდათ ასეთი მძლავრი, რომ ახსნა არ შეიძლებოდა. შეყვარებულების ქცევის ჩემს ახალგაზრდობაში მიღებული მოდელის თანახმად ახალგაზრდები სექსუალური მაწანწალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, რომელიც სიყმაწვილეში შესვლის ხანას შეესატყვისება, გადადიოდნენ ექსკლუზიური სასიყვარულო ურთიერთობის ფაზაში, რომელსაც ახასიათებს მკაცრი მონოგამიურობა და მასში სექსუალურის გარდა, სხვა სოციალური ურთიერთობაც იგულისხმება, ერთად საღამოს გატარება სახლის გარეთ, ერთობლივი უიკენდები და არდადეგები. თუმცა ამგვარი სასიყვარულო ურთიერთობა საბოლოო სრულებით არ გახლდათ. არამედ ეს იყო ასეთი ურთიერთობის შესწავლის ეტაპი, ერთგვარი სტაჟირება. აღნიშნულის პრაქტიკული მნიშვნელობა ვრცელდებოდა პროფესიულ სფეროზეც, როგორც პირველი სამუშაოს დაწყების წინაპირობა. განსხვავებული ხანგრძლივობის სასიყვარულო ურთიერთობები მისაღებად მიიჩნეოდა. სხვადასხვა რაოდენობის პარტნიორი ერთმანეთს ცვლიდა, რის აპოთეოსაც წარმოადგენდა ბოლო ურთიერთობა, რომელსაც უკვე ცოლქმრული, საბოლოო ხასიათი ჰქონდა და ბავშვების გაჩენასთან ერთად ოჯახის ოფიციალურად შექმნით მთავრდებოდა. ამ სქემის დახვეწილი უშინაარსობა ჩემთვის ნათელი მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ გახდა. სიმართლე რომ ვთქვა, სულ ახლახან, როდესაც რამდენიმე კვირის შუალედში შემთხვევით შევხვდი ჯერ ორელის, შემდეგ კი სანდრას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს დასკვნებს ძირეულად ვერ შეცვლიდა ქლოესთან ან ვიოლენთან შეხვედრა. როგორც კი მივედი ბასკურ რესტორანში, სადაც ორელი სადილად დავპატიჟე, მაშინვე ვიგრძენი, წინ მოსაწყენი საღამო მელოდა. თეთრი ირულეგის 2 ბოთლის მიუხედავად, რომელსაც ძირითადად მარტო მე ვსვამდი, სულ უფრო მიჭირდა გულთბილი ურთიერთობის გონივრული ჩარჩოების შენარჩუნება. ამის ახსნა არ შემიძლია, მაგრამ თავიდანვე არადელიკატური და მიუღებელიც კი იყო საერთო მოგონებების გახსენება. აწმყოს რაც შეეხება, ორელიმ ვერაფრით მოახერხა ცოლქმრული ურთიერთობის წამოწყება. მისი გამოუსწორებელი სენტიმენტალური ცხოვრება სრული განადგურებისკენ მიექანებოდა. სხვადასხვა მინიშნების საფუძველზე დასკვნა გამოვიტანე, რომ სულ მცირე, ერთხელ მაინც სცადა ოჯახის შექმნა, მაგრამ მარცხმა მამაკაცი კოლეგებისადმი მხოლოდ წყენა და გესლი დაუტოვა. რა კი უკეთესი სასაუბრო თემა ვერ მოვძებნეთ, სიტყვა მის პროფესიულ ცხოვრებაზე ჩამოვარდა. ბორდოს ღვინოების ინტერპროფესიული სინდიკატის კომუნიკაციის მენეჯერს ხშირად უწევდა მოგზაურობა, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, რათა იქაურ ბაზარზე ფრანგული ღვინოები დამკვიდრებულიყო. ცხადზე უცხადესი იყო, რომ საკმაოდ გაწამდა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამის მიუხედავად, ტაქსიდან გადასულმა მაინც დამპატიჟა თავისთან ბოლო ჭიქის დასალევად. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ის მართლაც უკიდურეს ზღვრამდე იყო დასული და ვიდრე ლიფტის კარი დაიხურებოდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩვენ შორის არაფერი მოხდებოდა. უპირველეს ყოვლისა, მისი შიშვლად ნახვის სურვილი არ მქონდა. ძალიან მინდოდა, ამისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელი და მომხდარმა ის დაადასტურა, რასაც ვგრძნობდი. არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით იყო დაღდასმული, არამედ გამოუსწორებლად დაზიანებულიყო მისი სხეულიც. შეფერთხილი, ზომაში შემცირებული, მოშვებული და ჩამოკიდებული დუნდულები და ძუძუები ჰქონდა. და ვეღარასოდეს იქნებოდა ვნების ობიექტი. სანდრასთანაც სადილი დაახლოებით იმავე სქემით წარიმართა, რიგი ინდივიდუალური ცვლილებებით. ზღვის ნობათის რესტორანი, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის მმართველის მდივანი და ძირითადად ისე დასრულდა, როგორც წინა. ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ორელიზე უფრო ზორბა და მხიარული სანდრა ნაკლებად დაღდასმული მეჩვენა. მისი სევდა უსაზღვრო იყო, უნუგეშო და ვიცოდი, საბოლოოდ ის ყველაფერს გადაფარავდა. ორელისავით, სანდრაც გულის სიღრმეში მხოლოდ და მხოლოდ მაზუთში ამოთხრილი ჩიტი გახლდათ, თუმცა მან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფრთების მოძრაობის უნარი შეინარჩუნა.
ერთ ან ორ წელიწადში თავის მატრიმონიალურ ამბიციას გამოემშვიდობებოდა. მისი ჯერ კიდევ მოსულდგმულე მგრძნობელობა ახალგაზრდა კომპანიონების ძიებისკენ უბიძგებდა. გახდებოდა ის, რასაც ჩემს ახალგაზრდობაში ერქვა მტაცებელი და ეს რამდენიმე წელიწადს ან უკეთეს შემთხვევაში 10 წელს გაგრძელდებოდა, ვიდრე სხეულის გარდაუვალი დაუძლურება საბოლოო მარტოობისთვის არ გაწირავდა. დრო რომ მქონოდა 20 წლისას, როდესაც ნებისმიერი საბაბი საკმარისი იყო ერექციისთვის და ზოგჯერ საბაბიც არ მჭირდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც ერთგვარ სიცარიელეში ხდებოდა ერექცია, უფროსი ასაკის ქალთან ხამოკლე სექსუალურ ურთიერთობას ვცდიდი, ერთდროულად დამაკმაყოფილებელსა და უფრო სარფიანს, ვიდრე ჩემი კერძო კურსები იყო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემი ერექცია სულ უფრო და უფრო იშვიათი და შემთხვევითია. ითხოვს მკვრივ, მოქნილ და უნაკლო სხეულებს. ჩემი სექსუალური ცხოვრება პარიზის მესამე სორბონის უნივერსიტეტში ლექტორად დანიშვნის პირველ წლებში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. წლიდან წლამდე ვაგრძელებდი ფაკულტეტის სტუდენტებთან დაწოლას და ის ფაქტი, რომ მათი ლექტორიც ვიყავი, დიდად არაფერს ცვლიდა. თავდაპირველად ჩვენ შორის მცირედი ასაკობრივი სხვაობა იყო. წონასწორობის დარღვევა მოგვიანებით დაიწყო, რაც უპირველესად უნივერსიტეტში ჩემი სტატუსის ევოლუციას, ასევე რეალურ თუ მოჩვენებით დაბერებას უკავშირდებოდა. ბოლომდე ვისარგებლე იმ საბაზისო უთანასწორობით, რომლის თანახმად მამაკაცის დაბერება მისი ეროტიკული პოტენციალის თანდათანობით და ნელ დაქვეითებას იწვევს, ხოლო ქალებში ეს რამდენიმე წელიწადში, ზოგჯერ რამდენიმე თვეშიც კი გასაოცრად უხეში ფორმით ხდება. ერთადერთი განსხვავება სტუდენტობის წლებთან შედარებით ის იყო, რომ ამჯერად მე ვწყვეტდი ურთიერთობას სასწავლო წლის დაწყებისთანავე. ამის მიზეზი არც დონჟუანობა იყო, არც თავისუფლების აულაგმავის სურვილი. ჩემი კოლეგა სტივისგან განსხვავებით, რომელიც მე-19 საუკუნის ლიტერატურას ასწავლიდა პირველ და მეორე კურსზე, სწავლის დაწყების პირველსავე დღეს მოუთმენლად არ მივჩერებოდი პირველ კურსელ ახალმოსულებს. ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობას იმიტომ ვწყვეტდი, რომ სასოწარკვეთილება მიპყრობდა, მბეზრდებოდა. გრძნობდი, აღარ შემეძლო სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება. იმედგაცრუებისა და ილუზიების მსხვერვის თავიდან აცილება მსურდა. საუნივერსიტეტო წლის განმავლობაში აზრს ვიცვლიდი გარეგანი და ძალზე ანეკდოტური ფაქტორის წყალობით, ძირითადად ეს იყო მოკლე ქვედაკაბა. მერე ესეც შეწყდა. მირიამ სექტემბერში გამოვემშვიდობე. უკვე აპრილის შუა რიცხვები იდგა, სასწავლო წელი იწურებოდა და ის არავის ჩაუნაცვლებია. უნივერსიტეტის პროფესორი გავხდი, ჩემი აკადემიური კარიერა ერთგვარად შედგა, მაგრამ ქალთან ნამდვილი ურთიერთობა არ შემეძლო. თუმცა მირიამთან განშორებიდან მცირე ხნის შემდეგ შევხვდი ორელის, მერე სანდრას და ადგილი ჰქონდა ბობოქარ, უსიამოვნო, მოუხერხებელ ბმას. იმიტომ რომ როგორც კარგა ხნის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, ჩემი ყოფილები და მე ერთმანეთთან ბევრად უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე წარმოგვედგინა. ეპიზოდური სექსუალური კავშირები, რომელთა პერსპექტივას სრულებით არ წარმოადგენდა მტკიცე წყვილის ჩამოყალიბება, ორივე მხარეს ერთნაირად გვიმსხვრევდა ილუზიებს. ქალებისგან განსხვავებით, არ შემეძლო ვინმესთვის გადამეშალა გული, რადგან ინტიმურ ცხოვრებაზე საუბარი მამაკაცების საზოგადოებაში მიღებული არ არის. ისინი ილაპარაკებენ პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, ფინანსურ ბაზრებზე ან სპორტზე, როგორც მათ ბუნებას შეესაბამება სასიყვარულო ურთიერთობებზე სიტყვა არ დასცდებათ და ასე იქნება მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. დაბერებასთან ერთად ერთგვარი ანდროპაუზის მსხვერპლიც ხომ არ გავხდი? შესაძლებელია ასეც მოხდა, ამიტომ გული რომ დამემშვიდებინა, გადავწყვიტე, საღამოები პორნო არხის თანხლებით გამეტარებინა, რომელიც დროთა განმავლობაში რჩეულ პორნოსაიტად იქცა. პორნო პლანეტაზე მცხოვრები ნორმალური მამაკაცების სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებდა და პირველივე წუთებიდანვე დადასტურდა, რომ მე ნორმალური მამაკაცი ვიყავი. თუმცა ეს თავიდანვე ცხადი სრულებით არ გახლდათ. ჩემი ცხოვრება ისეთი ავტორის შესწავლას შევალიე, რომელიც ერთგვარ დეკადენტად მიიჩნევა და მისი სექსუალურობის შესახებ ყველაფერი გარკვეული არ არის. ამ მცდელობის წყალობით დავმშვიდდი. ვიდეოებიდან ზოგი არაჩვეულებრივი იყო და ზოგიც უსახური, მაგრამ ვინტაჟური, ყველა მათგანი მეტნაკლებად მსგავს და სასიამოვნო სცენარს მიჰყვებოდა. ყველაზე უფრო გავრცელებული სიუჟეტის თანახმად, მამაკაცის პენის საშინაო შარვალში ან შორტში მშვიდად სძინავს. ორი სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა ქალი ამ უსამართლობას ამჩნევს და მამაკაცის ორგანოს მაშინვე ათავისუფლებს დროებითი თავშესაფრიდან.
ქალური, მეგობრული თანამზრახველობის პირობებში მას გონების დამბინდავ სიგიჟეებს პირდებიან. პენისი პირიდან პირში ინაცვლებს, ენები ისე იხლართება ერთმანეთში, როგორც ცოტათი შეშფოთებული მერცხლების ფრენის ტრაექტორია სამხრეთ სენადამარნის მოღრუბლულ ცაზე, როდესაც ისინი ევროპის დასატოვებლად და გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში გაფრენისთვის ემზადებიან. ასეთი მზრუნველობით გაოგნებულ მამაკაცს სიტყვების წარმოთქმის თავიც კი არ აქვს. ფრანგები განსაკუთრებით მოისუსტებენ, უფრო ვნებიანები ამერიკელები არიან, მომთხოვნი მორწმუნეები, რომლებიც ღმერთის ჩარევას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან. ასეა თუ ისე, ჩემი 27 დუიმიანი ეკრანის მქონე iMac-ის მეორე მხარეს მეც ვანძრევდი ხოლმე. პროფესორის წოდების მიღების შემდეგ ჩემი ლექციების საათების შემცირებამ საშუალება მომცა. ძირითადი საუნივერსიტეტო ვალდებულებები 4 შაბათზე გამენაწილებინა. ყველაფერი იწყებოდა მეორე კურსელებთან მე-19 საუკუნის ლიტერატურის ლექციით დილის 8-დან 10 საათამდე. იმავე დროს ჩემი კოლეგა სტივი მსგავს ლექციას კითხულობდა პირველ კურსელებთან მეზობელ ამფითეატრში. 11-დან 13 საათამდე მაგისტრატურის მეორე წლის მსმენელებს დეკადენტებისა და სიმბოლისტების შესახებ ვუყვებოდი. შემდეგ 16-დან 18 საათამდე სემინარზე დოქტორანტების შეკითხვებს პასუხობდი. მიყვარდა მეტროთი წასვლა დაახლოებით 7 საათისთვის. ეს ყალბ ილუზიას მიქმნიდა. თითქოს მეც მივეკუთვნები საფრანგეთს, რომელიც დილით ადრიანად დგება. მუშებისა და ხელოსნების საფრანგეთს, მაგრამ ასეთი ილუზია მარტო მე მქონდა. იმიტომ რომ 8 საათის ლექცია თითქმის ცარიელ აუდიტორიაში ტარდებოდა. თუ არ ჩავთვლით ჩინელი გოგონების კომპაქტურ ჯგუფს, სიცივისმომგვრელი სერიოზულობით რომ გამოირჩეოდა. ისინი ერთმანეთში ცოტას საუბრობდნენ და არასოდეს ელაპარაკებოდნენ სხვებს. აუდიტორიაში შემოსვლისთანავე სმარტფონებს რთავდნენ ლექციის თავიდან ბოლომდე ჩასაწერად და გარდა ამისა, ხელითაც იწერდნენ დიდ ზამბარიან რვეულებში. არასოდეს მაწყვეტინებდნენ, არასოდეს სვამდნენ შეკითხვებს და 2 საათი ისე გადიოდა. მეგონა, ლექცია ჯერ არც კი დაწყებულა მეთქი. აუდიტორიიდან გასული ჩემს კოლეგას სტივს ხვდებოდი, რომელსაც დაახლოებით ასეთივე მსმენელები ჰყავდა. მაგრამ მის აუდიტორიაში ჩინელებს ჩადრით სახედაფარული მაღრიბელი გოგონების ჯგუფი ცვლიდა. ყველა სერიოზული და შეუვალი გახლდათ. სტივი მთავაზობდა, ერთად დაგველია როგორც წესი, პიტნიანი ჩაი პარიზის დიდი მეჩეთის ეზოში, რომელიც უნივერსიტეტიდან სულ რამდენიმე ქუჩითაა დაშორებული. პიტნიანი ჩაი არ მიყვარდა, არც პარიზის დიდი მეჩეთი. კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტანდი სტივს, თუმცა მაინც მივყვებოდი. ჩემი აზრით, დიდად მადლიერი იყო, რომ მივყვებოდი, რადგან ზოგადად კოლეგები არ აფასებდნენ. სიმართლე ითქვას, გასაკვირიცაა, როგორ მიიღო ლექტორის ადგილი. მას ხომ არაფერი გამოუქვეყნებია. არც უნიშნელოვანეს და არც ნაკლებად მნიშვნელოვან სამეცნიერო ჟურნალში და რემბოს შესახებ მეტად ბუნდოვანი დისერტაციის ავტორი გახლდათ. ეს იყო შესანიშნავი ყალბი თემა, როგორც ამიხსნა მარი ფრანსუას ტანემ, ჩემმა მეორე კოლეგამ, ბალზაკის აღიარებულმა სპეციალისტმა. რემბოზე 1000-ობით დისერტაცია დაიწერა საფრანგეთის ყველა უნივერსიტეტში, ფრანგულენოვან ქვეყნებში და სხვაგანაც. შეიძლება ითქვას, რემბო დისერტაციისთვის ყველაზე გადაღეჭილი თემაა. გამონაკლისი ალბათ ფლობერია. ასე რომ, საკმარისია 2-3 ძველი დისერტაცია მოიძიო პროვინციულ უნივერსიტეტებში და ტექსტში ჩაამატო ნაწყვეტები ამ თემებიდან. არავის გააჩნია დისერტაციის შემოწმების მატერიალური საშუალება. არც სურვილი, პიროვნულობას მოკლებული სტუდენტების მიერ. შორსმჭვრეტელის შესახებ ნაჩხაბ 1000-ობით გვერდს ჩაუღრმავდეს. თავის საპატიოზე საპატიო საუნივერსიტეტო კარიერას სტივი, ისევ და ისევ მარი ფრანსუაზის სიტყვებით, დედილო დელუზის ფისუნიას ლოკვას უმადლოდა. ეს შესაძლებელი იყო, თუმცა გასაკვირი. კვადრატული მხრებით, მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმითა და გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი უნაკლო კურსით შანტალ დელუზი, პარიზის მესამე, სორბონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ჩემი შეხედულებით 100%-იანი, გამოუსწორებელი ლესბოსელი იყო, მაგრამ იქნებ ვცდებოდი, იქნებ მამაკაცების ბოღმა ჰქონდა, რომელსაც დომინანტური ფანტაზიების მეშვეობით გამოხატავდა. იქნებ ის ფაქტი, რომ მორცხვი სტივი, თავისი ლამაზი და მორჩილი სახით, საშუალო სიგრძის რბილი, დაკულულებული თმით, იძულებული იყო, მის მსუქან ბაყვებს შორის მუხლებზე მდგარიყო, დელუს რაღაც ახალი ტიპის ექსტაზში აგდებდა. ასეა თუ ისე, ამ აზრს თავიდან ვერ ვიშორებდი, როდესაც ამ დილით პარიზის დიდი მეჩეთიში და ეზოში მდებარე ჩაის სახლში ვუყურებდი, როგორ აგემოვნებდა სტივი გულისამრევ, ვაშლის არომატიან ჩიჩას.
მისი საუბარი, როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტის იერარქიაში თანამდებობრივ გადაადგილებებსა და კარიერულ წინსვლას ეხებოდა და არ ამგონია, ოდესმე რაიმე სხვაზე ელაპარაკოს. დღეს დილით მისი წუხილის მიზეზი 25 წლის ტიპის ლექტორად დანიშნა გახდა, რომელსაც ლეონ ბლუაზე 6 დისერტაცია დაეწერა და სტივის სიტყვებით, უკიდურეს მემარჯვენეთა მოძრაობასთან ჰქონდა კავშირი. დროის გასაყვანად სიგარეტს მოვუკიდე. თან საკუთარ თავს ვეკითხებოდი, საერთოდ რა ჯანდაბად ანაღლებდა ეს საკითხი. სულ ერთი წამით გამიელვა აზრმა, რომ მასში მემარცხენე იღვიძებდა, მაგრამ მერე გონს მოვედი. მემარცხენე ადამიანს სტივი სულის სიღრმეში ეძინა, ისე ღრმად, რომ ვერავით არ იმოვლენა. ფრანგული უნივერსიტეტის მმართველი ინსტანციების პოლიტიკური კურსის შეცვლის გარდა, მას საღათას ძილს ვერ გამოსტაცებდა. იქნებ ეს ნიშანია, განაგრძობდა სტივი, იმიტომ რომ ამარ რეზგი, რომელიც მე-20 საუკუნის ანტისემიტი ავტორების შესახებ დაწერილი ნაშრომებითაა ცნობილი, პროფესორი გახდა. და კიდევ არ იშლიდა თავისას სტივი. უნივერსიტეტის პრეზიდენტების კონფერენცია ახლახან შეუერთდა ისრაელელ კოლეგებთან ურთიერთობის ბოიკოტის კამპანიას, რომელიც ინგლისურმა უნივერსიტეტებმა წამოიწყეს. ვისარგებლე რაიმით, რომ თავის ჩიჩას ნელ-ნელად სრუპავდა. მალულად საათს დავხედე და დავასკვენი, რომ მხოლოდ 11-ის ნახევარია. მეორე ლექციის დაწყებას საბაბად ვერ მოვიშველიებდი. სტივისგან თავი რომ დამეღწია, გადავწყვიტე, საუბარი გადამეტანა სხვა თემაზე, რომელიც სრულებით არ იყო სარისკო. 4 თუ 5 წლის წინანდელ პროექტზე ლაპარაკი ბოლო ხანებში ისევ განაახლეს და საქმე ეხებოდა სორბონის ფილიალის ჩამოყალიბებას დუბაიში. მსგავს პროექტზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტთანაც. ნავთობმონარქიები, როგორც ჩანს, ჩვენი უნივერსიტეტების სიძველემ მოხიბლა. ასეთი პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც მართლაც კარგ ფინანსურ შესაძლებლობებს უქად და ახალგაზრდა ლექტორს, ნუ თუ სჯეროდა, რომ თავისი ანტისიონისტური დამოკიდებულებით რაიმეს მოიგებდა, და ნუ თუ ეგონა, მის გვერდით ვიდგებოდი და მხარს დავუჭერდი. სტივს ინკვიზიტორის გამანადგურებელი მზერით გადავხედე. ეს ბიჭი დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა. ამიტომ მისი დაბნევა ძალიან ადვილი გახლდათ და ჩემმა მზერამ სათანადო შედეგი სწრაფად გამოიღო. შენ, როგორც ბლუას სპეციალისტმა, წაილუღლუღა მან, ალბათ იცი ამ უკიდურესად მემარჯვენე, ანტისემიტური მიმდინარეობის შესახებ. ძალაგამოცლილმა ამოვიოხრე, ბლუა სრულებით არ იყო ანტისემიტი და არც მე გახლდით ბლუას შემოქმედების სპეციალისტი. მისი ხსენება მხოლოდ ერთხელ მომიხდა. იუისმანსისა და ბლუას შემოქმედებაში ენის გამოყენების თავისებურებების შედარებისას ჩემს ერთადერთ გამოქვეყნებულ ნაშრომში ნეოლოგიზმებით გამოწვეული თავბრუსხვევა, რომელიც ჩემი მიწიერი ინტელექტუალური ძალისხმევის უდავო მცვერვალს წარმოადგენდა. მას შესანიშნავი კრიტიკული წერილები მიუძღვნეს ჟურნალებმა. პოტიქვე და რომანტისმე და ალბათ სწორედ ამ წიგნს უნდა ვუმადლოდე ჩემს პროფესორობას. სიმართლე ითქვას, ის უცნაური სიტყვები, რომლებიც მკითხველს იუისმანსის ნაწარმოებებში ხვდება, ნეოლოგიზმები კი არა, სპეციფიკური სიტყვებია, რომლებიც დამახასიათებელია სხვადასხვა ხელობის კორპორაციათა ლექსიკისთვის, ან გვხვდება რეგიონულ კილოკავებში. იუისმანსი, როგორც ჩემს დისერტაციაში ეწერა, სულით ხორცამდე ნატურალისტად დარჩა, რომელსაც სურდა, თავის ნაწარმოებებში უბრალო ადამიანების სასაუბრო ენა გადაეტანა. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის სოციალისტი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში ზოლას მედანის საღამოებში მონაწილეობდა. მემარცხენეობისადმი მზარდმა ანტიპათიამ ვერ გააქრო მასში თავდაპირველი ზიზღი კაპიტალიზმის, ფულისა და იმ ყველაფრისადმი, რაც ბურჟუაზიულ ღირებულებებს უკავშირდება. ის უნიკალურ ტიპაჟს წარმოადგენდა, ერთგვარ ქრისტიან ნატურალისტს. ხოლო ბლუა, მუდმივად კომერციულ თუ საქვეყნო წარმატებას დახარბებული, ნეოლოგიზმებით მხოლოდ თავის გამოჩენას ცდილობდა. უნდოდა დამკვიდრებულიყო დაჩაგრულისა და იმ სულიერი სინათლის მომტანის სახით, რომელზეც ამ სამყაროს ხელი არ მიუწვდება. თავისი დროის ლიტერატურულ საზოგადოებაში მისტიკოსელიტისტად დამკვიდრება განიზრახა და მერე უკვირდა, რატომ ხვდებოდა ყველა მის წყევლაკრულვას სრული ინდიფერენტულობით. როგორც იუისმანსი წერდა, ეს იყო უბედური ადამიანი, რომლის სიამაყე მართლაც ეშმაკისეული გახლდათ, ხოლო ზიზღი უსაზღვრო. დასაწყისიდანვე ბლუა ცუდი კათოლიკეს პროტოტიპს წარმოადგენდა, რომლის რწმენა და ენთუზიაზმი მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც მსმენელებს წყეულებად მიიჩნევს.
დისერტაციაზე მუშაობის დროს სხვადასხვა მემარცხენე კათოლიკურ მონარქისტულ წრესთან ურთიერთობის საშუალება მქონდა, რომელთათვისაც ბლუა და ბერნანოსი ღმერთები იყვნენ და ისინი ამა თუ იმ ხელნაწერით ცდილობდნენ ჩემს მოხიბლას, მაგრამ მალევე მივხვდი, შემოსათავაზებელი არაფერი ჰქონდათ, სრულიად არაფერი. არ არსებობდა არც ერთი დოკუმენტი, რომლის მოპოვებას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ჩვეულებრივად ხელმისაწვდომ არქივებში. უეჭველად რაღაცის კვალზე დგახარ. დრიუმონი გადაიკითხე, ვუთხარი სტივს, მისთვის რომ მე სიამოვნებინა და მანაც ოპორტუნისტი ბავშვის მორჩილი და მიამიტი მზერით შემომხედა. აუდიტორიის კარის წინ იმ დღეს ჟან ლორენზე ვაპირებდი საუბარს. 20 წლის 3 ტიპი დამხვდა, 2 არაბი და 1 შავკანიანი, რომლებიც შესასვლელს ხერგავდნენ. თუმცა, უიარაღოდ იყვნენ და მშვიდად გამოიყურებოდნენ. არც მათ ქცევაში იგრძნობოდა მუქარა, მაგრამ ისხა მაკლდა. აუდიტორიაში ამ ჯგუფის ნებართვის გარეშე ვერ შევსულიყავი. დაუყოვნებლივ ჩარევა გადავწყვიტე. მათ პირისპირ დავდექი. იმის იმედი მქონდა, პროვოკაციის თავიდან არიდებას ეცდებოდნენ, პატივისცემით მოეპყრობოდნენ მათ, ვინც ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ამ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ახლა ლექცია მეწყება, მტკიცედ მივმართე ჯგუფს. შავკანიანმა ღიმილით მიპასუხა. რა პრობლემაა, მესიე, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დების სანახავად შემოვიარეთ. და დამამშვიდებელი ჟესტით ამფითეატრზე მიმანიშნა. რაც შეეხებათ დებს, 2 მაღრიბული წარმოშობის გოგონა ამფითეატრში მაღლა მარცხნივ გვერდიგვერდ იჯდა. ორივეს შავი ბურკა ემოსა, თვალები ბადის მიღმა მოუჩანდათ. ჩემი აზრით, სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ. ჰოდა, როგორც ვხედავ, უკვე მოინახულეთ, ვუთხარი შემრიგებლურად, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. არ არის პრობლემა, მესიე, მიპასუხა ისევ შავკანიანმა, შეტრიალდა და დანარჩენებიც ხმის ამოუღებლად უკან მიჰყვნენ. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ შავკანიანი ჩემკენ შემობრუნდა. მშვიდობას გისურვებთ, მესიე. და თავი ოდნავ დახარა. ამჯერად ყველაფერი კარგად დამთავრდა. გავიფიქრე და აუდიტორიის კარი დავხურე. სიმართლე რომ თქვა, ზუსტად რას ველოდი, არც კი ვიცი, იმიტომ რომ სმენოდა ლექტორებზე თავდასხმების შესახებ მიულუსში, სტრასბურგში, ექსმარსელსა და სენდენიში, მაგრამ არასოდეს შევხვედრი ვარ თავდასხმის მსხვერპლ კოლეგებს და გულის სიღრმეში ამ ხმების არც მჯეროდა. როგორც სტივისგან ვიცოდი, ახალგაზრდა სალაფისტების მოძრაობებსა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის შედეგიც ის იყო, რომ უნივერსიტეტის მისადგომებიდან უკვე 2 წელია გაქრნენ ხულიგნები და ნარკოტიკების გამსაღებლები. შედიოდა თუ არა შეთანხმებაში მუხლი, რომელიც ებრაელი სტუდენტების ორგანიზაციებს უნივერსიტეტში საქმიანობას უკრძალავდა. ამის შესახებაც ჯორები ვრცელდებოდა, რომელთა გადამოწმება მეტად რთულია, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ საფრანგეთის ებრაელი სტუდენტების კავშირი უკანასკნელი სასწავლო წლის დაწყებიდან მოყოლებული, არ ყოფილა წარმოდგენილი პარიზის რეგიონის არც ერთ კამპუსში, მაშინ როდესაც თითქმის ყველგან შესამჩნევად მომრავლდა მუსლიმური ძმობის ახალგაზრდული სექციის წარმომადგენლობები. გაუგებარია, ბურკით შებურული 2 ქალწული რატომ უნდა დაინტერესებულიყო ჟან ლორენით, ამ გულისამრევი პედერასტით, რომელიც თავის თავს ფილანთროპ ტრაკის მიმცემს უწოდებდა. მათმა მამებმა თუ იცოდნენ ზუსტად, რას სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ლიტერატურა მართლაც რომ განტევების სვაცია. ლექციის დამთავრების შემდეგ დერეფანში გასულს მარი ფრანსუაზი შემხვდა, რომელმაც ჩემთან ერთად საუზმობა მოისურვა. დღე, სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, ნამდვილად დატვირთული გამოდგა. ძალიან მომწონდა ეს თავშესაქცევი ბებრუხანა, უკიდურესად უხამსი ჯორების მოყვარული. უკვე კარგა ხანია პროფესორი იყო, გარდა ამისა, ზოგიერთი საკონსულტაციო კომიტეტის წევრობა მის ჯორებს მეტ წონას ანიჭებდა, ვიდრე ნაკლები ავტორიტეტის მქონე სტივის ნათქვამს. მონჟის ქუჩაზე მდებარე მაროკოულ რესტორანზე შეაჩერა არჩევანი უეჭველია, ჰალალის დღე იქნებოდა. იმ დროისთვის, როდესაც ჩვენი შეკვეთა მოიტანეს, დედილო დელუს შეუტია, რომელიც, მისი თქმით, უკვე ნიჩაბზე იდო. ივნისის დასაწყისში მოწვეული უნივერსიტეტების ეროვნული კრება მის შემცვლელად ნამდვილად რობერ რედიჟეს დაასახელებდა. თვალი შევავლე ცხრის ხორცის ტაჯინს არტიშოკით, სანამ გაოცების ნიშნად წარბებს ავწევდი.
ჰო, ვიცი, თქვა მარი ფრანსუაზმა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჩორზე მეტია. სრულიად სხვა, სანდო წყაროებიც ადასტურებს. ბოდიში მოვიხადე და ტუალეტში გავედი, რომ ჩემი სმარტფონი შეუმჩნევლად დამეთვალიერებინა. დღეს ინტერნეტში ყველაფერს იპოვი და 2 წუთიც არ დამჭირვებია იმის გასარკვევად, რომ რობერ რედიჟემ სახელი გაითქვა პროპალესტინური პოზიციით და ისრაელის უნივერსიტეტების წინააღმდეგ. წამოწყებული ბოიკოტის ერთ-ერთი მოთავეც გახლდათ. ხელები გულდასმით დავიბანე, სანამ ჩემს კოლეგასთან დავბრუნდებოდი. ამასობაში ჩემი ტაჯინი გაცივდა, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. არ შეუძლიათ არჩევნების დამთავრებას დაელოდონ. შევეკითხე პირველი ლუკმის გასინჯვის შემდეგ. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო საუკეთესო შეკითხვა. არჩევნებს რისთვის დაელოდონ? რა შეიცვლება? ეთყობა, შევცდი, არც ისეთი კარგი შეკითხვა დავსვი. რა ვიცი, რაც უნდა იყოს, 3 კვირის შემდეგ პრეზიდენტის არჩევნებია. კარგად იცი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. როგორც 2017-ში, ეროვნული ფრონტი მეორე ტურში გავა და მემარცხენეებს ხელახლა აირჩევენ. ვერ გამიგია, რა აზრი ექნება, უნივერსიტეტების კრება თუ არჩევნების დასრულებას დაელოდება. მუსლიმური ძმობის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი ჯერ არ არის ცნობილი. თუ 20%-ს გადააჭარბებს, ეს ძალთა თანაფარდობას შეცვლის. ამის თქმა რასაკვირველია, დიდი რეგვენობა იყო, მუსლიმური ძმობის ამომრჩევლის 99%-ის ხმა სოციალისტური პარტიისთვის რომ მიეწერათ, შედეგს ეს მაინც არ შეცვლიდა, მაგრამ სიტყვებს, ძალთა თანაფარდობა ყოველთვის თავისი წონა აქვს საუბარში. ააშკარავებს კლაუზევიცისა და სუნძის მკითხველს და გარდა ამისა, ძალიან მომეწონა, როდესაც ვახსენე სიმბოლური ბარიერი. ყოველ შემთხვევაში მარი ფრანსუაზმა თავი დახარა. თითქოს მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვი და დიდხანს ფიქრობდა, რას შეცვლიდა მუსლიმური ძმობის მთავრობის შემადგენლობაში შესვლა. უნივერსიტეტების მმართველ სტრუქტურებში. კომბინაციების აგების მოყვარული მისი გონება ახლა ვარჯიშობდა. სიმართლე ითქვას, ყურს აღარ ვუგდებდი, ხოლოდ მის მკაცრ და ხანდაზმულ სახეზე ჰიპოთეზების ცვლილებას ვადევნებდი თვალს. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც უნდა მაინტერესებდეს. რა დამაინტერესებდა, თუ ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა მართლაც დასრულდა. იქნებ ღვინის დაგემოვნების კურსებზე სიარული ან თვითმფრინავების მოდელების შეგროვება დამეწყო. სემინარმა ძალიან დამღალა. ზოგადად, დოქტორანტებიც მომაბეზრებლები აღმოჩნდნენ. მათთვის ყველაფერი ახლა იდო სასწორზე, ჩემთვის კი არა. მხოლოდ ის მაინტერესებდა, საღამოს ფრანსორის არხზე პოლიტიკური დებატების ყურებისას რომელი ინდური კერძი გამეცხელებინა მიკროტალღურ ღუმელში. ამ საღამოს ეროვნული ფრონტის კანდიდატი გვარცმუნებდა საფრანგეთისადმი თავის სიყვარულში, კი, მაგრამ რომელი საფრანგეთის? არც ისეთი დაჟინებით უპირისპირდებოდნენ ცენტრისტი მემარცხენე კომენტატორები. მე კი მაინტერესებდა, ნამდვილად მოეღო თუ არა ბოლო ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას. გულის სიღრმეში ამის არ მჯეროდა. თითქმის მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, მირიამთან დამერეკა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჩემი შემცვლელი არ მოუძებნია. უნივერსიტეტში რამდენჯერმე შევხვდით და ისეთი მზერით შემომხედა, რომელსაც დაჟინებული შეიძლება დავარქვათ. თუმცა სიმართლე ითქვას, მუდამ ასეთი მზერა ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც თმის ბალზამს არჩევდა, მაგრამ იქნებ უკეთესი იყო, თავში არ ამვარდნოდა და ძალები პოლიტიკურ სარბიელზე მეცადა. სხვადასხვა ჯურის პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები ახლა, არჩევნებამდელ პერიოდში, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მე კი ჩემთვის ზეზეურად ვხმებოდი, რაც სრულებით არ იყო კარგი საქმე. ბედნიერები არიან ისინი, ვისაც საკუთარი ცხოვრება აკმაყოფილებს, ვისაც გართობა შეუძლია. ასე იწყება მოპასანის სტატია, რომელიც მან ჟილ ბლასში გამოაქვეყნა და ეხებოდა იუისმანსის რომანს პირიქით. ზოგადად, ლიტერატურის ისტორია საკმაოდ მკაცრად მოექცა ნატურალისტურ სკოლას. იუისმანსი იძულებული იყო, თავის უღელს დამორჩილებოდა. თუმცა მოპასანის სტატია ბევრად უფრო ღრმა და მგრძნობიარეა, ვიდრე ის, რომელიც იმავე პერიოდში ბლუამ გამოაქვეყნა ლეშათ ნუახში. მოპასანის დასკვნები, ხელახლა გადაკითხვის შემდეგ, უფრო დასაბუთებული ჩანს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჟან დე ესეინტი პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე არ იცვლება.
ამ წიგნში არაფერი შეიძლება მოხდეს და არც ხდება. არანაკლებ მართებულია იმის აღნიშვნა, რომ იუისმანსი ვერაფრით გააგრძელებდა რომანს პირიქით, ეს შედევრი ჩიხია. მაგრამ განა ყველა შედევრი ჩიხი არ არის. ასეთი წიგნის დაწერის შემდეგ იუისმანსი ვეღარ იქნებოდა ნატურალისტი, სწორედ ეს შენიშნა ზოლამ. მოპასანი კი, უფრო მეტი არტისტიზმით დაჯილდოებული, წიგნს შედევრად მიიჩნევდა. ეს მოსაზრებები გადმოვეცი ჟურნალისტვის მომზადებულ სტატიაში, რომლის წერამაც რამდენიმე დღე გამართო, და ეს გართობა ბევრად აღემატებოდა საარჩევნო კამპანიით მიღებულ სიამოვნებას, თუმცა მირიამზე ფიქრი არ შემიწყვეტია. არაჩვეულებრივი პატარა გომბიო უნდა ყოფილიყო არც ისე დიდი ხნის წინ, სიღმაცვილეში, ვიდრე მისგან გამორჩეული ქალიშვილი დადგებოდა კარეთ შეჭრილი შავი თმით, თეთრი კანით, მუქი ფერის თვალებით. გამორჩეული, მაგრამ ზომიერად სექსუალური. განსაკუთრებით, მისი ფარული ეროტიზმი აღემატებოდა იმას, რაც ერთი შეხედვით ჩანდა. მამაკაცის სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა მინიჭებული სიამოვნების აღიარება, და არავის მოუნიჭებია ჩემთვის ისეთი სიამოვნება, როგორიც მირიამს. შეეძლო თავისი პატარა ფისუნია სურვილისამებრ შეეკუმშა, ხან ფრთხილად, მსუბუქი, შეუდარებელი ზეწოლით, ხანაც მგზნებარე და ფიცხი ბიძგებით. სანამ დამნებდებოდა, არნახული გრაციოზულობით აქნევდა ჩემ წინ თავის უკანალს. რაც შეეხება ფელაციას, მსგავსი არასოდეს განმიცდია. მისთვის ყოველი მინეტი თითქოს პირველი და უკანასკნელი იყო. თითოეული იმისთვის გამოდგებოდა, რომ მამაკაცის ცხოვრებისთვის აზრი მიეცა. რამდენიმე დღე ფეხს ვითრევდი, ბოლოს მაინც დავურეკე. იმავე საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდით. ჩვეულების თანახმად, ყოფილ მეგობარ ქალებს შენობით მივმართავთ, მაგრამ წერაობას ლოყაზე კოცნა ცვლის. მირიამს შავი მოკლე ქვედაკაბა ეცვა და შავი კოლგოტი. ჩემთან დავპატიჟე, რესტორანში წასვლის სურვილი არ მქონდა. სანამ დივანზე დაჯდებოდა, ინტერესით მოავლო თვალი ოთახს. მართლაც ძალიან მოკლე ქვედაკაბა ეცვა, მაკიაჟიც წაესვა. კითხე, რამეს ხომ არ დალევმეთქი და თუ გაქვს ბურბონსო მიპასუხა. რაღაც შეცვალე თქვა და ღვინო მოსვა. ოღონდ ვერ მივხვდი რა. ფარდები. ორმაგი ნარინჯისფერი და ჟანგისფერი ფარდები დავკიდე. ეთნიკური მოტივებით მოხატული. შესაბამისი ფერის ქსოვილი დივანზე გადასაფარებლად ვიყიდე. მირიამი შებრუნდა. დივანზე მუხლებით დადგა და ფარდებს დააკვირდა. ლამაზია, დაასკვნა ბოლოს, ძალიან ლამაზიც კი. თუმცა გემოვნება ყოველთვის გქონდა. რაც უნდა იყოს, შენ ხომ მაჩო ხარ, ისევ დივანზე დაჯდა, ჩემ პირისპირ, ხომ არ გწყინს, მაჩოს რომ გეძახი? არ ვიცი, იქნებ ეს მართალიცაა, გარკვეულწილად მაჩო უნდა ვიყო. სიმართლე გითხრა, არასოდეს მიმაჩნდა სიკეთეთ ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემა, მამაკაცების თანასწორად განათლების მიღების შესაძლებლობა, იმავე პროფესიების ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ამ ყველაფერს ეჩვევი, მაგრამ რატომ არის ეს კარგი? გაკვირვებულმა თვალები მოჭუტა, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, საკუთარ თავს რაღაცას ეკითხებოდა და კითხვამ სულ ერთი წამით მეც გამიელვა გონებაში, თუმცა როგორც მივხვდი, მასზე პასუხის გაცემა არ შემეძლო. შენ რა, პატრიარქატის დაბრუნების მომხრე ხარ? ასეა. არაფრის მომხრე არ ვარ და შენ ეს კარგად იცი, მაგრამ პატრიარქატმა არსებობა დაიმსახურა. იმას გულისხმობ, რომ თავისი არსით ეს იყო სოციალური სისტემა. ოჯახებში მშობლები და შვილები ერთად ცხოვრობდნენ. შთამომავლობა იმავე სქემით აგრძელებდა ცხოვრებას. მოკლედ, სისტემა მუშაობდა ახლა კიდევ, საკმარისი რაოდენობის ბავშვები აღარ არიან, შესაბამისად ამგვარი ყაიდის ცხოვრებაც შეწყდა. ხო, თეორიულად მაჩო ხარ, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მაგრამ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება გაქვს მალარმე, იუისმანსი. სწორედ ამიტომ არ გავხარ მაჩოს ძირითად ტიპს. ამას დავამატებდი არანორმალურ, თითქმის ქალურ გემოვნებას სახლის ინტერიერისთვის ქსოვილების შერჩევისას. მაგრამ ამის საპირისპიროდ, მუდამ დაბიურად იცვამ. მოულელი მაჩო, ალბათ ასეთ პერსონას გარკვეული ფასი უნდა ჰქონდეს. მაგრამ არ გიყვარს ზიზი ტოპი, მუდამ ნიკ დრეიკი გერჩივნა. მოკლედ, პარადოქსული პიროვნება ხარ. ვიდრე პასუხს გავცემდი, ბურბონი დავისხი.
ხშირად აგრესია ცდუნების სურვილს ნიღბავს. ეს ბორის სირიულნიკთან ამოვიკითხე და ბორის სირიულნიკი მძიმე არტილერიაა. ტიპი, რომელსაც ასე ადვილად ვერ გააცურებ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჰუმანიტარების ერთგვარი კონრად ლორენცია. მირიამმა ჩემი პასუხის მოლოდინში ბარძაყები ოდნავ გაშალა. ეს სხეულის ენა იყო, რეალობა სწორედ ეს გახლდათ. არავითარი პარადოქსი აქ არ არის. რასაც ამბობ, ქალებისთვის განკუთვნილი ჟურნალების ფსიქოლოგიური გვერდებიდანაა, რომლებიც მომხმარებელთა საზოგადოების ტიპოლოგიას ახდენს მდიდარი მამიკოს შვილი, რომელიც ეკოლოგიაზე ზრუნავს. ტრაბახა ბურჟუა. გეების მეგობარი ქალი, ღამის კლუბებიდან რომ ვერ გამოათრევ. ტექნოზე შერყეული ეშმაკისეული გიკი და რა ვიცი, ყოველ კვირას ახალ სახელებს იგონებენ. მომხმარებელთა ჩამოთვლილი კატეგორიებიდან არც ერთს არ მივეკუთვნები. ესაა და ეს. შეგვეძლო. არ მიგაჩნია, რომ შეიძლებოდა უფრო სასიამოვნო საუბარი გქონოდა. მის ხმაში რაღაც გულგატეხილობა ისმოდა, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ქშია. გითხე უხერხულობის გასაფანტად. არა, არ შიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჯამამდე მიდის ყველაფერი. სუში გინდა. რასაკვირველია, დამეთანხმა. ადამიანები ყოველთვის თანხმდებიან სუშის შეთავაზებას. მათ შორის ყველაზე მომთხოვნი გასტრონომებიც, როგორებიც არიან საკუთარ წონაზე მზრუნველი ქალები. ერთგვარი კონსენსუსი არსებობს უმითევზის ნაჭერსა და თეთრ ბრინჯს შორის. სუშის შინ მიტანის სერვისის სარეკლამო ბროშურა მოვძებნე, რომლის კითხვა მეტად მოსაბეზრებელი გახლდათ, რადგან სამი სიტყვის გარდა. ვასაბი, მაკი და ორაგულის რულეტი. ვერაფერი გავიგე და არც მქონდა რაიმეს გაგების სურვილი. მენიუში ნომრით მესამე ავირჩიე და ტელეფონით შევუკვეთე. ალბათ უკეთესი იქნებოდა, რესტორანში წავსულიყავით. გურმილი დავდე და ნიკ დრეიკი ჩავრთე. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც საკმაოდ სულელურად დავარღვიე იმიტომ, რომ მისი სწავლის შესახებ ვკითხე. ჯერ საყვედურით შემომხედა, მერე მიპასუხა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა და საგამომცემლო საქმეში აპირებდა მაგისტრატურის გავლას. ერთგვარი შვებით გავაგრძელე ლაპარაკი ზოგად თემაზე, რომელიც მის კარიერას უკავშირდებოდა. ის რომ საფრანგეთის ეკონომიკა ვარდნას განაგრძობდა, თუმცა საგამომცემლო სექტორი თავს კარგად გრძნობდა, მზარდი მოგებით გამოირჩეოდა. ეს გასაკვირიც კი გახლდათ, თითქოს უიმედობით მოცულ ადამიანებს ერთადერთ შვებად კითხვა ექცათ. შენც ისეთი გამომეტყველება გაქვს, საქმე კარგად არ უნდა მიგდიოდეს. მაგრამ მართალი გითხრა, ჩემზე მუდამ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდი. მითხრა არა ღვარძლიანად, არამედ სევდიანად. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. შეკამათება რთული გახლდათ. ნუ თუ ასეთი დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. კითხე და მერე ორივენი ისევ ვდუმდით. არა, დეპრესიული არ ხარ, მაგრამ ერთი შეხედვით, ბევრად უარესი რამ გახასიათებს. არანორმალური პატიოსნება. არ შეგიძლია იმ კომპრომისებზე წასვლა, რომელთა მეშვეობით ადამიანები მიზანს აღწევენ, ცხოვრობენ. დაუშვათ, მართალია, პატრიარქატზე რასაც ამბობ, რომ ეს ერთადერთი რეალურად მომუშავე ფორმულაა. მაგრამ მე ვისწავლე, შევეჩვიე საკუთარი თავის პიროვნება დახქმას, რომელსაც ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების ისეთივე უნარი აქვს, როგორიც მამაკაცს და ახლა რა უნდა მიყო. მხოლოდ გადასაგდებად გამოვდგები. მართებული პასუხი ალბათ იყო. დიახ, მაგრამ ხმა არ ამომიღია. შესაძლოა არც ისეთი პატიოსანი ვარ, როგორიც ვეგონე. სუში ჯერ არ მოეტანათ. კიდევ ერთი ჩიქა ბურბონი დავისხი, უკვე მესამე. ნიკ დრეიკი ისე უმანკო ქალიშვილებზე მღეროდა. ანტიკური ეპოქის მეფის ასულებზე. და ისევ არ მქონდა სურვილი, მირიამისთვის ბავშვი მეჩუქებინა, საოჯახო საქმეები გამეზიარებინა ან ბავშვის სატარებელი ჩანთაკენგურუს საყიდლად წავსულიყავი. არც წერაობის სურვილი მქონდა, არა, ცოტათი კი მინდოდა, მაგრამ იმავდროულად სიკვდილიც მსურდა და სიმართლე რომ ითქვას, კარგად არც კი ვიცოდი რა მინდოდა. სუბუქ გულისრევას ვგრძნობდი. ეს სწაფი სუში სადღა ჯანდაბაში დაიკარგა აქამდე? შესაძლოა, მისთვის უნდა მეთხოვა, ჩემთვის მოეწუცნა. ზუსტად ახლა, ალბათ ეს ჩვენს წყვილს არსებობის მეორე შანსს მისცემდა.
მაგრამ ხელი აღარ შემიშლია იმ უხერხულობისთვის, რომელიც ყოველი წამის გასვლასთან ერთად მატულობდა. კარგი, მგონი, უმჯობესია, წავიდე. ქვა დაახლოებით 3 წუთიანი დუმილის შემდეგ. ნიკ დრეიკმა ისის იყო დაასრულა თავისი მოთქმა. ახლა ნირვანას თავის გამოჩენის დრო მოვიდა. ხმას დავუწიე, ვიდრე ვუპასუხებდი. როგორც გინდა. ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დახვედი, ფრანსუა. მითხრა ზღურბლზე, როდესაც პალტო ჩაიცვა. ძალიან მინდოდა რაიმე გამეკეთებინა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე, უმცირესი შანსიც კი არ დამიტოვე. კიდევ ერთხელ გადავკოცნეთ ერთმანეთი. არ ვიცოდი, ამის სატანა თუ შეიძლებოდა. მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში სუშიც მოიტანეს, რომელიც ძალიან ბევრი იყო.